ოთარ გოგოლიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოღვაწეობა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1974 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია უცხოენის სპეციალობა. სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარისა და გურიის საშუალო სკოლებში. იყო სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე. პროფესორ მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2002 წელს სადოქტორო დისერტაცია. არის 20 მონოგრაფიისა და 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიჰყავს სალექციო კურსები შემდეგ საგნებში: საქართველოს ისტორია, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, საქართველოს პოლიტიკური სისტემების ისტორია, საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ისტორია, საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია, საქართველოს ისტორიის ისტორიოგრაფიის პრობლემები, საქართველოს ეროვნული უმცირესობის ისტორია, ოჯახური მდგომარეობა, მეუღლე ნინო რაყვა, მათემატიკოსი. ქალბატონებო და ბატონებო, ოთარ გოგოლიშვილი. მოგესალმებით ახალგაზრდებო. ჩვენი დღევანდელი სალექციო თემა ეხება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე და ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ პერიოდს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და გახდა რუსეთის იმპერიის რიგითი შემადგენელი ნაწილი. მხედველობაში მაქვს 1801 წლის მანიფესტი და ამ მანიფესტის შედეგად საქართველოს მდგომარეობა და საქართველოში განვითარებული მოვლენები. უნდა ითქვას ისიც, რომ 1801 წლის მანიფესტამდე, სანამ ეს იმპერიული მანიფესტი გამოქვეყნდებოდა და ჩვენი ქვეყანა გახდებოდა რუსეთის იმპერიის რიგითი გუბერნია, მანამდე საკმაოდ გზა იქნა გავლილი. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ერეკლე მეორის მოღვაწეობა და ერეკლე მეორის სურვილი, რომ საქართველო შევიწროებული მაჰმადიანური ქვეყნებისაგან, განსაკუთრებით სპარსეთისა და ოსმალეთისაგან ვიღაცის საფარქვეშ ყოფილიყო. ეს ვიღაცა იმ დროს ასპარეზზე გამოსული, წელში გამართული და იმპერიული ამბიციებით სოფლიო რუკაზე შემოსული რუსეთის იმპერია გახდა. სხვადასხვა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთს მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან უკვე თვალი ჰქონდა მიპყრობილი საქართველოსაგან და ეს მიპყრობა იყო ისეთი, რომ ადრე თუ გვიან რუსული იმპერიული სახელმწიფო თავის მიზნებს განახორციელებდა აუცილებლად ამ მიმართულებით. პირველი, თუ შეიძლება ითქვას, ურთიერთობა, ჯერ კიდევ ურთიერთობა, თუმცა კახეთის მეფეებიდან იწყება მე-15 საუკუნიდან, მაგრამ ასეთი გამოკვეთილი რუსულ სახელმწიფოსთან ქართული სახელმწიფოს, კერძოდ ერეკლე მეორისა და მისი პოლიტიკის დამოკიდებულება 1770 წელს წარმოჩნდა, როდესაც საქართველოში შემოვიდა გენერალი ტოტლებელი. ეს არის რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც გაგრძელდა რამოდენიმე წლის განმავლობაში და სწორედ რუსეთმა გადაწყვიტა კავკასიის ქრისტიანი ერების დახმარებით თავისი მიზნების განხორციელება. ამასთანავე შესაძლებელია რუსეთის პოლიტიკაში ეს მართლაც იყო, რომ კავკასიის ერების ქრისტიანი ხალხების დახმარებით რუსული პოლიტიკის გატარება, მაგრამ აქ მეორე სერიოზული საკითხიც იდგა, რომ რუსეთს მოესინჯა ნიადაგი კავკასიაში ურთულესი შექმნილი სიტუაციისა და ეგებ ეს ურთულესი სიტუაცია თავისი პოლიტიკის სასარგებლოდ გამოეყენებინა. სწორედ ამ მიზნით შემოვიდა ტოტლებენი საქართველოში, ის დაუკავშირდა, რა თქმა უნდა, ერეკლე მეორეს და წესი და კანონით, ანუ მოლაპარაკებებით, რომელიც წინასწარ იქნა
რუსეთის იმპერატორსა და საქართველოს მეფეს შორის ესე იგი დადებული ტოტლებენს უნდა ემოქმედა ქართულ ხალხთან ერთად, უნდა ემოქმედა საქართველოს ჯართან ერთად, ერეკლე მეორესთან ერთად და გაენთავისუფლებინა საქართველოს ოსმალთა ბატონობისაგან, განსაკუთრებით მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ასპინძა ახალციხის ჩათვლით. მაგრამ მოხდა საშინელი რამ. ტოტლებენმა არა მარტო უღალატა ერეკლე მეორეს, არამედ დაიწყო აქ იმპერიული ჩანაფიქრის განხორციელება. ტოტლებენი საქართველოში შემოვიდა არა დამხმარე ძალად, არამედ თავისი მიზნების განსახორციელებლად. ეს მიზანი იყო მოესინჯა ნიადაგი საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ამ ნიადაგის მოსინჯვის შედეგად თუ ეს ნიადაგი უფრო აღმოჩნდებოდა მისთვის ხელსაყრელი, განეხორციელებინა მისი მიზანი. თუმცა ტოტლებენი ამ მიზანს ვერ განახორციელებდა, იმიტომ რომ მას ამისთვის არ ჯარი ყავდა და არც შეერაღება ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად მცდელობა იყო. ტოტლებენმა უღალატა ერეკლე მეორეს და უკვე დაიწყო არა მარტო ანტიქართული მოქმედებები, არამედ ერეკლეს ტახტიდან გადმოგდებას და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის დაფიცება. მაგრამ ერეკლეს ძალიან ენერგიულმა მოქმედებამ ტოტლებენი აიძულა, ხელი აიღო ამ ვერაგულ ჩანაფიქრზე, ვერაგულ განზრახვაზე. აქედან აშკარა ჩანს, რომ ტოტლებენი მოქმედებდა რუსეთის სახელმწიფოს, რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის საიდუმლო დავალებით. განსაკუთრებით გრაფი პანინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეგრეთ წოდებული საიდუმლო ცილკურალით, რომ ემოქმედა ისე, მოესინჯა ნიადაგი და ამის მიხედვით განეხორციელებინა რუსული პოლიტიკა. მაგრამ ერეკლეს ენერგიულმა მოქმედებამ ტოტლებენს ამ ვერაგულ განზრახვაზე ხელი აღებინა, უკვე საყოველთაო ცნობილია, თვით ქართველებმა მარტო დამოუკიდებლად ყოველგვარი რუსული იარაღისა და ყოველგვარი დამხმარე სხვა ძალის გარეშე 1770 წელს ასპინძასთან სასტიკად გაანადგურეს ოსმალები და ამით გადაარჩინეს საქართველო და გადაარჩინეს მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და სრულიად საქართველო ესე იგი ოკუპაციისაგან. ახლა ნახოთ რას მოქმედებს, როგორ მოქმედებს ტოტლებენი. ტოტლებენი გადადის დასავლეთ საქართველოში, იქ სოლომონ პირველს უკავშირდება და იგივე ვერაგული მოქმედება, იგივე ვიტოვება, იგივე უკან დახევა და ესე იგი ის ჩანაფიქრი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, განეხორციელებინა რუსეთის ხელისუფლებას, ტოტლებენმა ამ ორი უდიდესი იმდროინდელი ქართველი მონარქის, ერეკლე მეორისა და სოლომონ პირველის ენერგიული მოქმედებების შედეგად ტოტლებენმა ეს ვერ განახორციელა. ყველაშორის ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ხშირად ისმის ასეთი კითხვა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ძლიერი მეფეები, შეძებდა თორა ტოტლებენი თავისი ჩანაფიქრის განახორციელებას, ანუ რუსეთის საიდუმლო დავალების წარმატების შესრულებას. ეს ძნელი საკითხია, ძნელი საკითხავია, ამიტომ მარჩიელობა ამ საქმეში არ გამოდგება და ამიტომ ტოტლებენმა თავისი მისია ამოწურა, შეასრულა თავისი საიდუმლო დავალება და რუსეთის იმპერიამ ის გაიყვანა საქართველოდან. პირველი შეხება საქართველოს ჰქონდა რუსეთთან და აი ასეთი შეხება, ასეთი ვერაგული, ასეთი იმპერიული, ასეთი ზურგში ლახვარის ჩაცემის, ესე იგი პროცესი სწორედ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ერეკლე მეორე მაინც გახდა იძულებული ამ მაჰმადიანური სახელმწიფოების განუწყვეტელი შემოტევებისა და საქართველოს ყოფნა-არყოფნის პირას მისვლის გამო მაინც გახდა იძულებული, რომ უკვე მას ასეთი გამოცდილება უკვე ჰქონდა და ედო 1793 წლის ტრაქტატი. ეს ტრაქტატი საქართველოსათვის აღმოჩნდა, თუ შეიძლება ითქვას, ლახვარი ჩაცემული ზურგში და ეს ტრაქტატი აღმოჩნდა რუსეთისათვის ხელფეხის გამხსნელი კავკასიაში თავისუფლად მოქმედებისა. ერთი წამი, წუთით კი არა, წამით არ უმუშავია ამ ტრაქტატს საქართველოს სასარგებლოდ. არც ერთი მუხლი, რომელიც ამ ტრაქტატში იყო ჩაწერილი, არ შესრულებულა. გარდა ეტისა ტრაქტატის თანახმად რუსეთს მუდმივი ჯარი უნდა ყოლოდა საქართველოში. მართლაც მუდმივად შემოიყვანეს ჯარი და დააყენეს თბილისთან ახლოს და ეს ჯარი როგორ იმოქმედებდა, რას გააკეთებდა მომავალში, ეს
უკვე მომავლის პოლიტიკურ პროცესებზე იყო დამოკიდებული. სხვა მხრივ ტრაქტატს ერთი წუთითაც საქართველოს სასაგებოდ არ უმუშავია და ერთი წუთითაც არ გახსენებია რუსეთს ტრაქტატში ჩაწერილი პირობების შესრულება. უფრო მეტიც, ამ ტრაქტატს ის მოყვა, რომ ის მეფეების და ის ხანები, ანუ ის მაჰმადიანი მფლობელები, რომლებიც აქამდე ერეკლეს ხელშემყურენი იყვნენ და საქართველოს ყმად ნაფიცობით იყვნენ მასთან შემოსული, შეეშინდნენ, გადაუდგნენ საქართველოს და მტრად მოეკიდნენ. და ამ ტრაქტატის დაგვირგვინება იყო ის, რომ 1795 წელს საქართველოს შემოესია აღა-მაჰმად ხანი 11 სექტემბერს წანისის ველზე ღალატისა და ვერაგობის წყალობით დაამარცხა ერეკლე მეორე, თბილისი გადაწვა, გაანადგურა და ფაქტიურად საქართველო დატოვა გაცამტორებული და მიწასთან გასწორებული. ისმის კითხვა, სად იყო რუსეთი ჯარი, რომელიც წანისის ველიდან რამოდენიმე ათეული კილომეტრით იყო მოშორებული და საკმარისი ჯარები ყავდა, საკმარისი შეერაყები ყავდა, საკმარისი ზარბაზნები ჰქონდა, რომ მაშინ რატომ არ გაახსენდა რუსეთ ტრაქტატი? ეს კითხვა დღესაც ისმის და ისტორიოგრაფიაში არაერთხელ დასმულა. ქართველმა ისტორიკოსებმა თავისებური პასუხი გასცეს. რუსეთს ეგებ აწყობდა ასეთი მოქმედება. ეგებ რუსეთმა წააქეზა აღა-მაჰმად ხანი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ეგებ რუსული ხელი ერია იმაში, რაც გახორციელდა 11 სექტემბერს და რაც გახორციელდა შემდგომ, ესე იგი საქართველოში. ეს საკითხები ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს და აქედან ჩანს, რომ რუსეთი წინასწარ მოფიქრებული გეგმით ემზადებოდა საქართველოს ოკუპაციისათვის, საქართველოს ანექსიისათვის. 1798 წელს გარდაიცვალა ერეკლე მეორე, უკანასკნელი ქართკახეთის მეფე. მე იმიტომ ვამბობ უკანასკნელს, რომ ერეკლე მეორის შემდეგ მისი შვილი იყო გიორგი მე-12 საქართველოს მეფე, მაგრამ გიორგი მე-12 იმდენად სუსტი, იმდენად უსუსური და იმდენად თუ შეუფერებელი აღმოჩნდა საქართველოს სამეფო ტახტისათვის, რომ რუსეთმა ის ვერაგული განაზრახი, რომელიც მას უკვე დიდი ხანია შემუშავებული ჰქონდა და გიორგი ტრაქტატი ეს მისი ფარი იყო, თავისუფლად შეასრულა სწორედ გიორგი მე-12-ის მეფობის პერიოდში. სხვადასხვა, აი ერთი ასეთი საინტერესო რამ არის ერეკლე მეორისა და გიორგი მე-12-ის შეფასება. სხვადასხვა, ისიც უნდა ითქვას, რომ ერთმა ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა თავის ძალიან პოპულარულ ნაწარმოებში უხარკაშო ხმლები მაქვს ლევან სანიკიძე ასეთი შედარება მოიყვანა ერეკლე მეორისა და გიორგი მე-12-ის შორის. ერეკლე მეორეს დღე-ღამეში 4 საათი ეძინა. გიორგი მე-12-ს დღე-ღამეში 4 საათი ეღვიძა. ერეკლე მეორე ბრძოლად მიმავალი ერთ ლუკმა პურსა და ერთ ჭიქა ღვინოს, ესე იგი იმყოფებდა. ხოლო გიორგი მე-12 წოლად მიმავალი, ანუ დასაძინებლად მიმავალი ერთ მოხარშულ ზაგსა და ჩაბ ღვინოს ძვლის იკმარებდა. იყო საოცრად მორწმუნე კაცი. მისი საძინებელი ოთახი ხატებით ჰქონდა ავსებული. დაძინების წინ ჰქონდა ჯოხი, ჯერ რასაც მიუწყებოდა თითოეულ ხატს ჩამოვლიდა, კოცნას დაუწყებდა, ბოლოს რასაც ვერ მიწვებოდა, იმ ჯოხის საშუალებით აკოცებდა ჯოხს და კოცნას გაუგზავნიდა ამ ხატს. შემდეგ კი დაწობოდა. იცოდა საშინელი ხვრინვა და აქედან ჩანდა, რომ მას რაღაც აწუხებდა, ძალიან ძიმეთ იყო ავად და როგორც ისტორიკოსები ამბობდნენ, მას ვიღაც პიროვნება იმ პერიოდში ადგა, რომ ესე იგი ამ ხვინვაში შეიძლება ისეთი არანორმალური იყო ეს, რომ რაღაც შეიძლება ადამიანს მოსწოდა. ესე იგი გიორგი მე-12 საქართველოს ქართკახეთის უკანასკნელი მეფე და სამწუხაროდ მის პერიოდში მოხდა სწორედ საქართველოს ანექსია, უნდა ითქვას, რომ ავადმყოფი და შეუფერებელი აღმოჩნდა ქართკახეთის სამეფოს ხელმძღვანელობისათვის. თუმცა არის ისტორიკოსთა ნაწილი, რომლებიც ცოტა სხვანაირად მიიჩნევენ, მაგრამ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი სწორედ ასეთ შეფასებას აძლევენ მის მეფობას. ერეკლე მეორეს ყავდა ბევრი ღირსეული შვილი, ძალიან დიდი ადამიანები, რომლებმაც თავისი
დიდი პატრიოტიზმი, დიდი სიყვარული სამშობლოსადმი, დიდი ნიჭი ხელისუფლებისადმი, თუ შეიძლება ხელისუფლების მართვისადმი შემდგომ პერიოდში გამოამჟღავნეს, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და დაიწყო დიდი ეროვნული მოძრაობა რუსული საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს უკვე მომავლის ამბავია. ერეკლე მეორის მე იტომ ამბობ, რომ ერეკლე მეორე იყო უკანასკნელი მეფე ქალკახეთისა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, უკანასკნელი მან გიორგი მე-12 იყო, რომ ერეკლე მეორესთან ერთად მოკვდა ერთიანი საქართველო. ერეკლე მეორესთან ერთად დაიმარხა ის 1000-წლოვანი საქართველოს ისტორია, ის დამოუკიდებლობის ისტორია, რაც ჩვენს ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში, ესე იგი, ჰქონდა და ეწეოდა და დიდებულა და შესანიშნავად ახორციელებდა. რუსეთს უკვე გადაეწყვიტა საქართველოს დაპყრობა. ჯერ კიდე გიორგი მე-12 სიცოცხლეში 1800 წლის დეკემბერში რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა გამოსცა მანიფესტი ქალკახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. ხოდაშორის უნდოდა ერეკლე გიორგი მე-12-ს უნდოდა რომ რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფილიყო საქართველო, ოღონ სამეფო ტახტი მამიდან შვილზე გადასულიყო გიორგი მე-12-ის შთამომავლობაზე. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ერეკლეს კიდევ მეორე სხვა დარეჯანისგან ყავდა დიდი რაოდენობის შვილები და ისინიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლას. ხოდაშორის 1800 წლის დეკემბერში გარდაიცვალა გიორგი მე-12 და ვაირომ მასთან ერთად გარდაიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1801 წლის 18 იანვარს პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქალკახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ და ხელი მოაწერა დოკუმენტს ქალკახეთის ახალი საგუბერნიო მმართველობის შესახებ. 1801 წლის თებერვალში სიონისა და ვანქის ეკლესიებში ეს მანიფესტი წაუკითხეს ქალკახეთის საზოგადოებას. ამ მანიფესტში ეწერა, რომ ამიერიდან რუსეთის შემადგენლობაში შემოდის საქართველო გუბერნიის სახით. ხოდაშორის საინტერესო მოვლენა არის ერთი რამ. პირველად გიორგი მე-12 სურდა, რომ მისი სიკვდილის შემდგომ ტახტზე ასულიყო მისი ვაჟი დავითი. მაგრამ მოხდა მოვლენების შემდეგნაირად განვითარდა. კავკასიის ხაზის უფროს გენერალ კნორინგს ებძანა, რომ ეს მანიფესტი, სადაც იყო ვინ უნდა ყოფილიყო გიორგი მე-12-ის შემდგომ ჩაწერილი იყო, ვინ უნდა ყოფილიყო მე-12-ის შემდგომ ქალკახეთის მეფე, საიდუმლოდ გარკვეულ დრომდე შეენახა. თბილისში მდგარი რუსთა ჯარის უფროსი იყო გენერალი ლაზარევი, რომელსაც მიეცა საიდუმლო დავალება, რომ არ დაეშვა გიორგის სიკვდილის შემდგომ სამეფო ტახტზე რომელიმე მისი შვილის ან რომელიმე ბაგრატიონის გამეფება. მაგრამ მანამდე ვაკუუმი რომ არ მომხდარიყო წყვეტა, დროებით ჯერ არა დავითი, არამედ იოანე გიორგიზე ბატონიშვილი დანიშნეს. მაგრამ შემდგომ კი გამგეთ და საქართველოს მთავარ მართებლად, ასე იქნება საქართველოს გამგეთ თავარ მართებელი შემდეგ რუსები იყო, მაგრამ გამგეთ დანიშნეს დავით ბატონიშვილი. დავით ბატონიშვილი რუსთა მომხრე იყო. ასეთმა მოქმედებამ გააღიზიანა დავითის სხვა ძმები და გააღიზიანა მისი ბიძები, ანუ ერეკლე მეორის შვილი. ხოდაშორის გიორგი მე-12-სა და ერეკლე მეორის 15 შვილი ყავდა. სულ ყველანი ცდილობდა, ყველას უნდოდა, რომ სამეფო ტახტზე იმათგან რომელიმე გასულიყო. ერეკლეს შვილებიდან განსაკუთრებით იულონ ბატონიშვილი აქტიურობდა. ხოლო დავითი კი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მის გარდა სხვა ასულიყო ტახტზე. მან დაიწყო ბიძების შევიწროება რუსთა ჯარის დახმარებით და სხვადასხვის უკვე ერთმანეთის მოკისპე ბიძები და ერთმანეთის მოკისპე ბატონიშვილი ამ საქმიანობებს ბატონიშვილები შეარიგა და ერთიანი გეგმით დაიწყეს ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჩემო ძვირფასებო, ასეთი სიტუაცია იქნა შექმნილი, როდესაც 1801 წლის 11 მარტს შეთქმულებმა რუსეთის იმპერატორი პავლე I სიცოცხლეს გამოასალმეს. მაგრამ მდგომარეობა არც ახალი იმპერატორის ალექსანდრე I-ის დროს შექმნილა. ალექსანდრე I-მა მოინდომა ამ მანიფესტის სამართლებრივი, ესე იგი, განხილვა, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, თუმცა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კახეთის სამეფოს უკვე გაუქმება, რადგანაც უკვე გაუქმებული სამეფოს კვლავ აღდგენა მის გეგმებში არ შედიოდა და ასეთი ფარსი, ასეთი თვალთმაქცობა გაითამაშა. მან უბრძანა კავკასიის ხაზის უფრო საქართველოში კარგად ნაცნობ და საქართველოს სახელმწიფოსათვის კარგად ბრჭყალებში შეგუებულ გენერალ კნორინგს ჩამოსულიყო საქართველოში და გაეგო, რამდენად სიცოცხლის უნარიანი იყო ქართული სახელმწიფო, რამდენად შეძლებდა ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლად ცხოვრებას და რამდენად შეძლებდა ის იმ აგრესიისაგან თავის დაღწევას, რომელიც მისი მეზობლები მაჰმადიანური სახელმწიფოები ქართველებისათვის, ასე იგი, მომავალში შეასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფარსი იყო. საინტერესო არის ერთი მომენტი, როდესაც კნორინგი ამ დავალების შესრულებას შეუდგა, მან მიიღო საიდუმლო ცირკულარი, რომ ისე წარმოეჩინა ეს ყველაფერი, ეს საიდუმლო ცირკულარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მომდინარეობდა, რომ ეს ყველაფერი ისე წარმოჩენილიყო, რომ ქართველი ხალხის ნება ყოფილიყო რუსეთის იმპერიაში შესვლა. კნორინგმა მართლაც წარმატებით ბრჭყალებში შეასრულა დავალება და ოპერატიულად რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I-ს წარუდგინა მოხსენებითი ბარათი, რომ სადაც ეწერა, რომ რუსეთის გარდა, დამხმარე ძალის გარდა, ქართველი ხალხი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა არსებობას. მიუხედავად ამისა, ალექსანდრე I-მა მეორე ფარსი გაითამაშა. მან ერთპიროვნულად კი არ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ეს თავიდან ჩაოდა რუსეთის იმპერატორებს, არამედ სახელმწიფო საბჭოს განსახილველად გაიტანა ეს საკითხი. სახელმწიფო საბჭოს რამოდენიმე წევრმა, ვორონცოვმა და კოჩუბეიმ გადაწყვიტა სამართლებრივი კუთხით განეხილა საკითხი, მაგრამ უმრავლესობა მომხრე იყო 1800 წლის დეკემბრის პავლე I-ის მიერ გამოცემული მანიფესტისა და როგორც ერთ-ერთი სენატორი ამბობდა, რომ რუსეთის სირცხვილია უკვე მიღებული გადაწყვეტილების უკან დაბრუნებისა. და 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა მანიფესტი, რომელიც ფაქტიურად გაგრძელება იყო პავლე I-ის მანიფესტისა და გაგრძელება იყო იმისა, რაც ადრე იქნა გამოცემული. ეს მანიფესტი უბედურების მომასწავებელი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. აი ამ დოკუმენტმა ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრება მოშალა, ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრება ჩაკლა, განადგურა, გაცამტვერა და ეს 1000-წლოვანი ქართული სახელმწიფო რუსეთის იმპერიის რიგით გუბერნიად გადააქცია და სხვათა შორის აქ დაამყარა ისეთი წესწყობილება, რომელიც თავიდან ჯერ კიდევ რუსეთისათვის იყო გამოუცდაგარი. სხვათა შორის ერთი რამ არის საინტერესო, მიაქციეთ ყურადღება, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ამ მანიფესტში ასეთი პირმოთნეობა, ასეთი საშინელი თვალთმაქცობა იყო ჩაწერილი. აი ნახეთ, რას წერს მანიფესტში ალექსანდრე I. არა საზღვრების გაფართოებისათვის, არა ისედაც დიდი იმპერიის კიდევ უფრო ახალი ტერიტორიების შემატებისათვის, ჩვენ მხოლოდ ღმერთის ნება, ჩვენ მხოლოდ მოძმეთა ტანჯვა, მოძმეთა ძახილი გვიკარნახებს, რომ გადავდგათ ეს ნაბიჯი და ივერთაერი ქართველები მივიღოთ შემადგენლობაში, რათა აქ დავამყაროთ ისეთი წყობილება, რომელიც ადამიანობაზე, ჰუმანურობაზე და პირადა სახელმწიფო ქონების კეთილსინდისიერ დაცვაზე იქნებოდა აგებული. ნახეთ რა პირმოთნეობა,
როგორი თვალთმაქცობა, როგორი საშინელება არის აქ ჩაწერილი. ამით ის ატყუებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მან საქართველოს დაპყრობა მოახდინა არა ძალით, არამედ ისარგებლა ძლიერისა და სუსტის დაპირისპირებით და სუსტი საქართველო დაიპყრო იარაღის ძალით, არამედ თითქოს ქართველ ხალხზე ზრუნვით, ქართველი ხალხის გულის წადილით და ქართველების გადარჩენის სურვილით. სხვადასხვა ეს ისეთი პერიოდია 19 საუკუნის დასაწყისი, თვის საერთაშორისო მდგომარეობა მეტად არეულია. ევროპის სახელმწიფოები თვითონ განიცდიან, ესე იგი უსუსურობას, ევროპის სახელმწიფოები ჩართული ერთმანეთს უკვე ბრძოლებში. აქ ნაპოლეონ ბონაპარტის პერიოდი არის, როდესაც უკვე იწყება აღზევება და არავის არც სახელმწიფოს არ ეცალა საქართველოსთვის. ეს ისეთი სიტუაცია შემოძვირფასება, რომ სამწუხაროდ ჩვენ დასაუბედუროთ, ქართველები ყოველთვის ევროპული ორიენტაციის ხალხი იყო. ჯერ კიდევ ფარსმან-ქველის პერიოდიდან, მე არაფერს არ ვამბობ, არგონავტების პერიოდიდან საქართველოს სულ ევროპასთან იყო კავშირში და ყოველთვის ევროპის ქვეყნებში ეძიებდა დახმარებას. მაშინაც კი, როდესაც 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს და ბიზანტიის იმპერიის არსებობა შეწყვიტეს, ქართველები იყო ერთ-ერთი, რომელმაც ანტიოსმალური კოალიციის შექმნა ევროპის სახელმწიფოების დახმარებით მოინდომა. მაგრამ ეს არ განხორციელდა არასოდეს. სამწუხაროდ ევროპა ყოველთვის რატომღაც პასიურად უყურებდა ქართველი ხალხის თხოვნასა და ვედრებას. ევროპა ნაკლებად ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. ასე მოხდა 1918-21 წლებში შემოძვირფასებოდა, ასე მოხდა შემდგომ პერიოდში. არადა ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ყოფილიყვნენ და ასეც არის, მაგრამ ევროპისაგან საუკუნეების წინა პერიოდში ამას ისინი ვერ ხედავდნენ. დღეს სხვა სიტუაცია, დღეს ჩვენი სწრაფო ევროპისაგან ლოგიკურია და ამ ლოგიკურ სწრაფვას თავისი ლოგიკური დასასრული ექნება. მაშინ კი ევროპა საქართველოსთვის საკუთარი ქვეყნისათვის, საკუთარი თავისათვის არ ეცალა. ამით ისარგებლა რუსეთმა, ისარგებლა და მოახდინა იმ პერიოდის სუსტი საქართველოს ოკუპაცია. შემოძვირფასებო, მიაქციეთ ყურადღება, არც კნორინგი, კავკასიის მთავარმართებელი, კავკასიის ლინიის, ანუ ხაზის უფროსი და არც გენერალი ლაზარევი, თბილისში მდგარი რუსთა ჯარის უფროსი ჯერ საქართველოში არ შემოსულა. ისინი დამატებით პოლკებს გზავნიდნენ, ბატალიონებს გზავნიდნენ საქართველოში და როდესაც მთელი საქართველო გაივსო რუსთა ჯარით და როდესაც თბილისის მიდამოებში უკვე რუსებმა ეგრეთ წოდებული ალყა შემოარტყეს ქალაქს, აი მაშინ გაბედა კნორინგმა და საქართველოში შემოვიდა. და აქ მეორე თვალთმაქცობა, მეორე საშინელი რამ გააკეთა. ქართველი ხალხის გულის მოსაგება კნორინგმა საქართველოში შემოიტანა თავი ჯარს შემოუზღვა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მცხეთაში იყო და რატომღაც მე-18 საუკუნის 20-იან წლებში რუსეთში გაეტანათ. აი ამ ჯვარით შემოვიდა კნორინგი საქართველოში, მისი ჩანაფიქრი, რომ ამით ქართველების გულს მოვიგებო, მაგრამ შემოძვირფასებო, ყველა მიცოდა თუ რა უბედურება დაატყდა თავს საქართველოს. 1802 წლის მაისში შემოძვირფასებო, ალექსანდრე პირველის მანიფესტი სიონის ეკლესიაში შეკრებილ ქართველ თავადაზნაურობასა და სამღვდელოებას გამოუცხადეს. მაგრამ მანამდე სიონის ეკლესია ალყაში მოაქცია რუსმა ჯარისკაცებმა. 4-ვე მხარეს ზარბაზნები იყო დაყენებული. საიდუმლო დავალება ჰქონდა მიცემული კნორინგსა და გენერალ ლაზარევს. თუ იქ ბუნტი მოხდებოდა, მაშინ ეკლესიის დანგრევაც კი იყო მიზანშეწონილი და ყველანის შიგნით ამოხოცვა. აი ასეთი ვერაგული დავალება იყო. მართლაც როდესაც წაიკითხეს მანიფესტი, აი ამ სიონისში თამოყრილი ხალხისათვის, თავადაზნაურობისათვის, რომ ქართლის სამეფო უქმდებოდა და ის შედიოდა რუსეთის იმპერიაში გუბერნიის სახით, რამოდენიმე თავადმა პროტესტის ნიშნად
დატოვა დარბაზი, მაგრამ იქვე მდგარმა რუსმა ჯარისკაცებმა ლაზარევის ხელმძღვანელობით სუყველანი დააპატიმრა და ძირშივე აღკვეთა ასეთი საპროტესტო გამოსვლა. ხოდაშორის იქ წაიკითხეს ის პირმოთნეობა, რომელიც რუსეთის იმპერატორმა ამ მანიფესტში ჩადო. 1802 წლის 8 მაისს საქართველოში გაიხსნა რუსული მმართველობა. ხოდაშორის რუსული მმართველობა არაფრით არ განსხვავდებოდა ეკატერინე მეორის დროს შემოღებული თვით რუსეთის ცენტრალურ გუბერნიებში არსებული მმართველობისაგან, მაგრამ იმის შიშით, რომ შესაძლებელია იქაური მმართველობის, იქაური სახელმწიფო მოწყობის სისტემის ბრმად გადმოტანა საქართველოში, საქართველოს თავადაზნაურობისა და განსაკუთრებით ბაგრატიონთა უკმაყოფილება გამოეწვია და საქართველოს მთავარ ორგანოს უწოდეს საქართველოს მმართველი, ხოლო უმთავრესი ორგანო იყო კავკასიის მთავარმმართველი. პირველი კავკასიის მთავარმმართველი გენერალი კნორინგი გახდა და საქართველოს მმართველი დაინიშნა გენერალი კოვალევსკი, რომელიც თავის დროზე რუსეთის გიორგი მე-12-ის კარზე რუსეთის იმპერიის რეზიდენტი მინისტრად იყო ნამუშევარი. ჩემო ძვირფასებო, შეიქმნა საქართველოს მმართველობა. საქართველოს მმართველობა ეს იყო წმინდა წყლის საოკუპაციო მმართველობა. საქართველოს მთავარმმართველს ემორჩილებოდა კოლეგიალური ორგანო, რომელსაც ექსპედიციები ეწოდებოდა. 4 ექსპედიცია იყო ჩამოყალიბებული. ეს იყო აღმასრულებელი, სახაზინო, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის. აქედან უმთავრესი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც იმპერატორის ბრძანებით განაგებდა ქვეყანას და უშუალოდ პასუხისმგებელი იყო მთავარმმართველის წინაშე. ეს იყო ტიპიური საოკუპაციო, ესე იგი, მმართველობის ორგანო. და როგორც გითხარით, აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველად, საქართველოს მმართველად დაინიშნა გენერალი კოვალევსკი. თვით საქართველოს ქალკახეთის ანექსია მოხდა ამ პერიოდში 5 მაზრად და 5 დისტანციად დაიყო. აქედან 3 მაზრა ჩამოყალიბდა ქართლში, ეს იყო დუშეთის, ეს იყო ლორის ცენტრით, ესე იგი თბილისი და მცხეთის მაზრები, ხოლო კახეთში თელავისა და სიღნაღის მაზრები იქნა ჩამოყალიბებული, ხოლო დისტანციები ჩამოყალიბდა არაქართველი მოსახლეობისათვის და მთიულეთისათვის, თუშ-ფშავ ხევსურებისათვის, სადაც იქ სპეციალური კავკასიის მთიელთა სამმართველო იქნა შემოღებული. მაზრებს განაგებდა საერობო პოლიცია, რომელსაც კაპიტან ისპრავნიკები ედგნენ სათავეში, ქართველები მხოლოდ ესე იგი შეიყვანეს შიგნით მრჩევლების სახით და ძირითადად რუსები იქნა წარმოდგენილი. ასევე რაც შეეხება სისხლის სამართალს, მოიშალა ქართული სამართლებრივი სივრცე, შემოვიდა რუსული კანონები, მაგრამ სისხლის სამართალში, ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო სამართალს, აქ დროებით დართეს ნება ვახტანგ მე-6 სამართლის წიგნის მიხედვით ემოქმედათ სამოქალაქო სამართლებრივი საკითხების განხილვის დროს. ჩემო ძვირფასებო, საინტერესო და საყურადღებო ის არის, რომ შეიქმნა საქართველოს მმართველობითი ორგანო. არც ერთი ბატონიშვილი, არც ერთი თავადაზნაური არ შეუყვანიათ ამ მმართველობაში. იქ შევიდა რამოდენიმე პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი იყო თბილისის ყოფილი მოურავი, იყო ასეთი გაქართველებული სომეხი და როდესაც დავით ბატონიშვილი ახასიათებდა პირველ მმართველობას, ძალიან უარყოფით ფერებში მოიხსენიებდა მას, ახასიათებდა თითოეულ მათგანს, ასეთ ამას ამბობდა, რომ სახელი და გვარი თითქოს თავადი ჩოლოკაშვილი, ბარათაშვილი, მაგრამ სული და გულით წარწმენდილი, გაყიდული რუსებს მიყიდული პიროვნება და განსაკუთრებით იმ ერთ პიროვნებაზე, ბებუთაშვილზე, რომელსაც უარყოფით ფერებში, ესე იგი, ახასიათებდა. როგორი მმართველობა იყო ეს მმართველობა? ეს იყო საოკუპაციო მმართველობა. ეს იყო, თუ შეიძლება ითქვას, თავისი არსით თავიდან ბოლომდე სამხედრო საოკუპაციო რეჟიმი. 1801 წელს მოხდა
საქართველოს ოკუპაცია და მისი ანექსია. რუსები საქართველოში აგზავნიდნენ ყოვლად უვარგის და ყოვლად ავტორიტეტს შელახულ ხალხს. თბილისის სახელმწიფო მუზეუმის დამაარსებელი თავის დროზე რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფი გენერალი ადოლფ ბერჟე ამბობდა, რომ რუსებს თვით ხალხი ცენტრალურ გუბერნიებში არ ყავდა წესიერი ხალხიო, ხოლო საქართველოში ყოვლად უვარგის ხალხს აგზავნიდნენ, რომლებსაც არანაირად არ აინტერესებდათ არა მარტო საქართველოს დაპყრობილი კოლონიური ქვეყნის, არამედ თვით რუსეთის ბედი. ისინი წინასწარ ღებულობდნენ ნახევარი წლის ხერხას, წინასწარ ღებულობდნენ ისინი ყოველგვარ თუ შეღავათებს და მოდიოდნენ თბილისისაკენ. საინტერესო არის ერთი რამ. თვით ადოლფ ბერჟი ამბობდა, რომ ბევრი მათგანი, რომლებიც თანამდებობებზე იყო დანიშნული საქართველოში, საქართველოს ვერ აღწევდა. ისინი გზაში ილეშებოდნენ, ყველა რაც ფული ჰქონდათ, მათ წინასწარ აღებული ხარჯავდნენ და ტარიელი ჩამოდიოდნენ საქართველოში და ეწეოდნენ ენით აუწერელ უსინდისობას და ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე სასწრაფოდ გამდიდრებას. ისინი იყვნენ წარმოუდგენელი მექთამეები, საშინელი ბიუროკრატები და ის რაც ტრადიციულად ქართულ სამართალზე აგებული სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ პატიოსნებით, წესიერებით და თუ შეიძლება ითქვას ადამიანური სამართლებრივი სარჩოთი იყო გამორჩეული, შეიცვალა რუსი მოხელეების გარყვნილებით, მექთამეობით და ენით აუწერელი აბუჩათ აგდებით ადგილობრივი მოსახლეობით. საინტერესოა მეორე პიროვნების, ასეთი ძიუბენკო, რომელიც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოში და როდესაც ის უკან რუსეთში დაბრუნდა, მემუარები გამოაქვეყნა, სადაც იქ პირდაპირ წერია ის თავგასწირობა, ის აღვირახსნილობა და ის უნამუსობა, რომელსაც რუსი მოხელეები საქართველოში ჩადიოდნენ. განსაკუთრებით უარყოფით ფერებშია დახასიათებული და დახატული კოვალევსკი. კოვალევსკი საქართველოს მმართველი, პირდაპირ ამბობს ძიუბენკო, მე მასთან მუშაობდიო, მე ხედავდი როგორი გადაგვარებული, როგორი აღვირახსნილი და როგორი ნამუსგარეცხილი იყო ეს პიროვნებაო. მას არაფერი არ აინტერესებდა, მარტო ერთი რამ აინტერესებდა, ეს ერთი იყო, რაც შეიძლება სწრაფად გამდიდრებულიყო, იმდენი ქონება დაეგროვებინა საქართველოში, რომ აქედან წასვლის შემდგომ უზრუნველად ეცხოვრა რუსეთში. ეს ძიუბენკოს შეფასება არის კოვალევსკის მიმართ. სხვადასხვა ძალიან საინტერესო და ძალიან საყურადღებოა ერეკლე მეორის შვილის, თეიმურაზ ერეკლეზე ბატონიშვილის შეფასება რუსი მმართველებისადმი. აი დავახნახოთ, როგორ ახასიათებს თეიმურაზ ბატონიშვილი რუს მმართველებს. ავიღოთ გენერალი კნორინგი. კნორინგს შემდეგნაირად ხატავს. დამყრობელი, სისხლის მოყვარე, ტირანი, თვით არარუსი, გერმანელი, მაგრამ რუსზე უფრო მეტი დამყრობელი და სხვა ხალხების აბუჩათანგდები. შემდეგი გენერალი ციციანოვი, წარმოშობით ქართველი, ვახტანგ მეექვსეს გაყვა მისი წინაპარი საქართველოს თავის დროზე 18 საუკუნეში, როდესაც ვახტანგმა თავისი ამალა წაიყვანა რუსეთში და ერთ-ერთი იყო ამ ციციანოვის წინაპარი, მისი მამა დიმიტრი ციციშვილი იყო, ისინი გვარი გადაიკეთეს ციციანოვებად და რუსეთის იმპერიის სამსახურში ედგა, თვითონ მან სამხედრო განათლება მიიღო და როგორც ისტორიკოსთა ერთი ნაწილი გვეუბნება, ციციანოვი კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის მეუღლის მარიამის ნათესავი ყოფილა, მაგრამ ეს ციციანოვი იყო ყველაზე დიდი ქართველთმოძულე. ციციანოვს ეკუთვნის სიტყვები 1804 წელს, როდესაც თიულეთის აჯანყება, ესე იგი, დაიწყო, როდესაც ციციანოვმა მიწასთან გაასწორა თიულეთი, დაანგრია სოფლები, ხალხი სახრჩობელებზე ჩამოკიდა, ასეთი მითითება მისცა მის ოფიცრებს, არ დაინდოთ არცეთი, მოექეცით ისე როგორც ავაზაკებს, როდესაც მათ სახლებში შეხვათ, დაივიწყეთ ყოველგვარი შებრალება.
არც ცეთი სული ცოცხალი არ გამოუშვათ, გადაბუგე და მოსპეთ მათი სოფლები, ასე მოექცეთ უნდა მაგ ყაჩაღებსა და ბარბაროსებს 1804 წლის აჯანყების შემდგარის ეს ნათქვამი. შემდეგ დახასიათებული არის გენერალი პაულიჩი ეს წარმოშობით უცხოელი იყო და სხვადასხვის პაულიჩი ისევე როგორც ყველა სხვა უცხოელი, რომელიც სხვა სახელმწიფოს სამსახურშია ჩამდგარი, იმისათვის რომ იმ სხვა სახელმწიფოს კეთის განწყობა მოიპოვოს, იმ სახელმწიფოს სიკეთისათვის და სხვა ხალხების დაპყრობისათვის საშინელება ჩადის. ასეთი იყო პაულიჩი, რომელიც ცოტა ელამი ყოფილა, მაგრამ გული და სულით კიდევ ორმაგი ელამი. ასე ახასიათებს მას თემურაზ დატონიშვილი. ასევე გენერალი ტორმასოვი, რომელმაც კავკასიის მთავარმართებელი, რომელმაც თვით სოლომონ მეორე ვერაგულად შეიპყრო. ტორმასოვს ახასიათებს როგორც მლიქნელი, როგორც ფლიდი, როგორც გამყიდველი, როგორც ქვებუნების მყოფი ადამიანი. დახასიათებულია რტიშევი, დახასიათებულია ერმოლოვი, ყველანი უარყოფით ფერებში. აი ასეთი ხალხი იყო კავკასიის მართლობაში შემოსული. აი ასეთი ხალხის ხელში მოხდა საუკუნოვანი ქართული სახელმწიფო. ეს ის ხალხია, რომლებსაც არაფერი წინ არ უდგებოდა, ეს ის ხალხია, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეიძლება სწრაფი ოკუპაციისათვის და ქართველი ხალხის სრული ინკორპორაციისათვის, ანუ შერწყმისათვის უცხოელებთან. ეს ის ხალხია, რომლებმაც შეცვალა საქართველოს დემოგრაფიული ცხოვრება და ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს გაავსო არაქართველებით და საქართველოს ჩამოაგლიჯა ის ტერიტორია, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში ძალიან ძვირად დაუჯდა საქართველოს და სამწუხაროდ დღესაც ძვირად უჯდება. შემოძვირფასებო, როდესაც მოშალა ქართული სახელმწიფოებრიობა, რუსეთის იმპერიამ იერიში მიიტანა ქართველი ერის უდიდეს სულიერ საზრდოზე. ეს იყო ქართული ეკლესია, რომელიც ქართული სახელმწიფოსათვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ქართული ეკლესია, რომელიც ქართველებისათვის წარმოადგენდა უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს. ეკლესია იყო ის ადგილი, სადაც ქართველი ერი სულიერ სიმშვიდეს, სულიერ მხნეობას და სულიერ უდიდეს მამულიშვილურ ძალას იღებდა. ყოველთვის ქართული სახელმწიფო და ეკლესია შეხმატკბილებული ერთად იბრძოდა საქართველოსათვის, იბრძოდა ერისათვის. თუ ქართული სახელმწიფო პოლიტიკურ სოციალური კუთხით აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ქართული ეკლესია კი სულიერებაზე ზრუნავდა ქართველი ხალხის. ამიტომაც იყო ჩვენი ეკლესია უძველესი ეკლესია. ჩვენი ეკლესია თავის წარსულს ისტორიის სიღრმეში იღებს. ყოველთვის უპირველესი იყო საქართველოსათვის ეკლესია და სხვადასხვის ქართული მწყეთმთავარი მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციის თანახმად საქართველოს ეკლესიის მწყეთმთავარი დიპტიქში მეხუთე ადგილზე დგას და ის მოიხსენიება კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმის შემდეგ. ეს მეტყველებს მის ავტორიტეტზე, მის სიძლიერეზე, მის საერთაშორისო აღიარებაზე. აი სწორედ ამ სულიერებას მიაქცია ყურადღება რუსეთმა და მისი დანგრევა მოიწადინა. მან ხომ მოშალა ქართული სახელმწიფოებრიობა, ახლა ეკლესიის მოშლაც მოინდომა და ამას აკეთებს თვით მართლმადიდებლური რუსეთი. ამას აკეთებს ის სახელმწიფო, რომელიც ქრისტიანობა მე-10 საუკუნეში შემოვიდა 990, თუმცა კიევის რუსეთი და თავმთავარმა ვლადიმერმა ბიზანტიიდან შემოიტანა. მან თუმცა საქართველოს მანამდე 4 საუკუნით ადრე ჰქონდა ქრისტიანობა მიღებული. აი ამას აკეთებს ეს სახელმწიფო. სამწუხაროდ ქრისტიანობა რუსეთისათვის აღმოჩნდა მხოლოდ ნიღაბი, მხოლოდ ფარი თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად. სხვადასხვის, მაგრამ ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იმ პერიოდში იყო ანტონ მეორე, ეს იყო ერეკლე მეორის ძე. მან მიიღო დავალება რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისაგან, რომ რეფორმები მოეხდინა ეკლესიაში. ანტონ მეორემ გამოიცნო იმპერიული ვერაგული ჩანაფიქრი და ყველანაირად ხელი შეუშალა ამ რეფორმების განხორციელებას. მან იცოდა რეფორმები გამოიწვევდა საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიის სრულ დასამარებას და არ ინება საკუთარი ხელით მრავალ ათასსაუკუნოვანი ივერთა ესე იგი ეკლესიის წარწმედა და როდესაც ალექსანდრე პირველი დაარწმუნეს რომ ეს კაცი არ არის არავითარი რეფორმის გამხორციელებელიო და ის დაარწმუნა მთავარმართებელმა ტორმასოვმა ანტონ მეორე გადააყენეს თანამდებობიდან კათოლიკოს პატრიარქობიდან და რუსეთში გაიწვიეს და 1827 წელს ნიჟნი-ნოვგოროდში ის გარდაიცვალა. რუსეთის იმპერია ჩქარობდა საეკლესიო მამულებისა და საეკლესიო ქონების ხაზინაში გადაცემას და ჩემო ძვირფასებო 1807 წლიდან იწყება ახალი ეტაპი რუსული იმპერიული პოლიტიკისა ქართულ ეკლესიაში. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მოშალეს, საქართველოს ეკლესია დაუქვემდებარეს რუსეთის ეკლესიის საბჭოს ანუ სინოდს და საქართველოში დააწესეს ეგზარხოსის თანამდებობა. მაგრამ რადგანაც რუსეთი ჯერ ყიფე იყო, არ იყო ძლიერი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით რუსული სიძლიერე და რუსეთის ესე იგი ხელისუფლება, ამიტომ გადაწყვიტეს თვით ეგებ ქართველი შეერჩიათ ისეთი, რომელიც ამ რეფორმას გაატარებდა. დიდი ხნის ძებნის შემდგომ რამოდენიმე კანდიდატურის შერჩევისა და თითოეული კანდიდატურის მკაცრად განხილვის შემდგომ არჩევანი შეაჩერეს რუსეთში მოღვაწე მიტროპოლიტზე ვარლამზე, რომელიც ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლიდან იყო წარმოშობილი. ვარლამმა დაიწყო ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდაქმნა. პირველად საქმე შეეხო საეკლესიო დაბალჩინებს. ეს იყო დიაკონები, მღვდლები, მედავითნეები. ისინი გაანთავისუფლეს თავადაზნაურთა ყმობისაგან და ხაზინაში გადარიცხეს. ხაზინაში ესე იგი შეიყვანეს. ესე იგი ამით თითქოს მათი საქმე გააკეთეს. მას ბატონები აღარ ყავდა თავადაზნაურები, მაგრამ აქ მეორე უბედურება დაატყდათ მათ თავზე. რუსეთმა შეამცირა საქართველოში ეპარქიათა რიცხვი. 1807 წლისათვის საქართველოში 13 ეპარქია საკათედრო ტაძარი იყო. რუსეთმა 2 დატოვა და ესენი უადგილო დარჩა. ეკლესიის გარეშე დარჩა. შემდგომ სხვადასხვის ძალიან სწრაფად მოინდომა რუსეთმა, ანუ პირველმა ეგზარხოსმა ვარლამმა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მამულებისა და ქონების ხაზინაში გადაცემა. აი აქედან იწყება ჩემო ძვირფასებო ის უბედურება, რომელიც ქონების აღწერასა და ძალიან ძვირფასი ნივთების ეკლესიაში არსებული რუსეთში გატანას. დღეს რომ რუსეთის ცალკეულ ეკლესიებში უძვირფასესი ნივთებია, უძვირფასესი ხატებია, უძვირფასესი ქვებია და უძვირფასესი წიგნებია, ამ დროინდელი უბედურების შედეგია. აი ამ დროინდელი განხორციელებული წყალებში რეფორმის შედეგია. ეს რეფორმა არ იყო, ეს იყო ძარცვა, ეს იყო რუსული ძარცვა ღირებულის რუსეთში გატანა და სხვადასხვის, როდესაც ჩამოართვეს ეკლესიას მამულები და ქონება და ეს წყალებში თითქოს გააკეთეს ღვთისა და ღმერთის კარნახი, სინამდვილეში გააკეთეს ის რომ მოშალეს ქართული საეკლესიო მართლობა, მაგრამ ამ მართლობას ქართველი ხალხი იოლად არ შეგუებია. უკვე დაიწყო ბუნტი, აჯანყება საეკლესიო რეფორმის წინააღმდეგ. აი ეს არაპატიეს ვარლამს, რომ თითქოს მან ისე წარმართა, რომ მოსახლეობა აჯანყა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ის გადააყენეს თანამდებობიდან, შეიქმნა ახალი საეკლესიო მართლობა, რომელსაც საქართველოს იმერეთის სინოდალური კანტორა ეწოდებოდა. ამ კანტორაში გაერთიანეს გურიისა და სამეგრელოს ეკლესიები და სათავეში ჩაუყენეს ეგზარხოსი. ეგზარხოსის თანამდებობა გოგიზითხარი პირველი ეგზარხოსი ვარლამი იყო, უფლებრივად გაუთანაბრეს რუსეთის იმპერიის საეკლესიო საბჭოს სინოდის წევრს. 1811 წლიდან იწყება ახალი ეტაპი საეკლესიო მართლობისა. აქ დაინიშნა რიაზანის ეპისკოპოსი თეოფილაქტე რუსანოვი, რომელმაც ძალიან წყალებში ენერგიულად მოკიდა ხელი საეკლესიო რეფორმის გატარებას და ის 1819-1820 წლის
დიდი აჯანყება იმერეთში, რომელიც სათავეში ორი უდიდესი მწყესმთავარი, ეს დოსითეოს ქუთათელი და ეფთიმე გაენათელი ჩაუდგნენ სწორედ ამ რეფორმის შედეგად იქნა ესე იგი დაწყებული. ჩემოძილფასებო, მოშალა რუსეთმა ქართული სახელმწიფოებრიობა, მოშალა ქართული საეკლესიო მმართველობა. ქართული ეკლესია ეს უმთავრესი იყო. მაშინელი ქართველები ღრმად მორწმუნე იყო. მათთვის ეკლესია ყველაფერი იყო. ეკლესიაზე იერიშის მიტანად არაპატიებდა ქართველი არავის. არაპატიებდა იმ საუკუნოვან ეკლესიასთან ურთიერთობას და იმ სისხლში გამჯდარ სიყვარულს ქართული საეკლესიო ცხოვრებისა, რომელიც ქართველ ერში, ქართული ოჯახის თითოეულ კუთხე-კუჭულში იყო ჩაბუდებული. და ამას ის დიდი აჯანყება მოყვა, რომელიც შემდგომ სისხლში იქნა ჩახშობილი. ჩემოძირფასებო, ეს მეორე ვერაგული ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნა რუსეთის იმპერიის მიერ. სახელმწიფოს მოშლა, საეკლესიო მმართველობის მოშლა და უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ეს იყო ბაგრატოვანთა ოჯახის საქართველოდან გასახლება. ეს არც თუ ისე იოლას შესასრულებელი იყო. მეფე გიორგი მე-12-სა და მის მამას ერეკლე მეორეს 15 შვილი ყავდა და თითოეულ მათგანს სურდა ხელისუფლებაში მოსვლა. მაგრამ ამ საფრთხემ ისინი გააერთიანა და რამოდენიმე პიროვნება აარჩიეს. ერეკლეს შვილებიდან გამოკვეთილი იყო იულონი, ხოლო გიორგის შვილებიდან გამოკვეთილი იყო დავითი. ჯერ კავკასიის მთავარმართებელ კნორინგს დაევალა, რომ ბაგრატიონები გაესახლებინათ თბილისიდან. თან ნახეთ როგორი მიმართვითა და როგორი ფსიქოლოგიური რუსული შენიშვნით, რომ ბაგრატიონთა საქართველოში ყოფნა ეს იქნება ბუდის, ეს იქნება შფოთის, ეს იქნება არეულობის საწყისი. ერთი ბაგრატიონის რომ საქართველოში დარჩეს, ქართველი ერი ყოველთვის იფიქრებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამიტომ სუყვენანი უნდა დაუყოვნებლი კაციან ქალიანად გასახდეს უნდა საქართველოდანო. მაგრამ კნორინგმა ეს დავალება ვერ შეასრულა და როგორც ისტორიოგრაფიაში არის გამოთქმული მოსაზრება, შესაძლებელია მისი გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო. აი მომდევნო მთავარმართებელმა გარუსებულმა ქართველმა ყველაზე დიდი ანტიქართველი არის რჯულდა თუ შეიძლება ითქვას სხვა სახელმწიფოებრივი ქართველი. ქართველების დამარცხება ქართველზე უკეთესად არავის არ შეუძლიაო თავის დროზე შახაბაზმა თქვა. სამწუხაროდ მოღალატეების ყავდან ქვეყანაში. სამწუხაროდ მოღალატეების ამბობდნენ მის სიტყვას და ზოგჯერ გადამწყვეტ სიტყვას. 21 წელი გავიხსენოთ იოსებ ბესარიონიძე, სტალინი და სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძეები და ძმანი მართლი. შემდგომი პერიოდები გავიხსენოთ. აი ეს ძალიან სახიფათო იყო, ასე იყო ციციშვილი, ციციანოვი. ყველაზე დიდი დარტყმა ქართული სახელმწიფოებრივის თუ შეიძლება მოსვლა და რუსული პოლიტიკის მთელი სისწრული წარმოჩენა სწორედ ციციანოვის საკითხთან არის დაკავშირებული. და ციციანოვი შეუდგა ამ დავალების შესრულებას, რომ სასწრაფოდ გაესახლებინა ბაგრატიონები რუსეთში. ჯერ დაყავებას ეგრეთ წოდებული მლიქნელური წერილების მიწერა თითოეულ ბაგრატიონზე, იმ წერილებში ძალიან ნათელ ფერებში წარმოჩენას რუსეთში ცხოვრების, იქ მამულები, ყმაგლეხები, დიდი სახელმწიფო პენსია, იმპერატორის თანაგზნობა და იმპერატორთან დაახლოვებულობა. მაგრამ როდესაც არცეთმა ეს თვალთმაგცობა არ გაიზიარა, შემდეგ ძალა და ამ ძალის გამოყენებით, რომ განეხორციელებინა ეს მიზანი, პირველად მიადგნენ დავით ბატონიშვილს. დავით ბატონიშვილი კავკასიის გამგე იყო. დავით ბატონიშვილი იყო გიორგი მე-12-ის შემდეგ და სხვა შორის დავით ბატონიშვილის დროს მოიჭრა მონეტა. ეს იყო ბაგრატიონთა სახელით უკანასკნელად მოჭრილი მონეტა. დავით ბატონიშვილი იმ პერიოდში ავად იყო, სნეულება ჰქონდა და მან თხოვა, რომ ციციანოვს, რომ ზამთარში არ წაეყვანათ
ეგებ გაზაფხულამდე მოეცადათ, ის ძალიან იყო ავად. მაგრამ ციციანოვმა ყური არ ათხოვა და ბადრაგის თანხლებით, ბადრაგი ნიშნა შერაღული მცველების თანხლებით 1803 წელს რუსეთში გადაასახლა. ციციანოვმა დავითის კვას მიაყოლა მისი ძმა ბაგრატიც. ისიც რუსეთში გადაასახლა. შემდგომ ჯერი დადგა დედოფლებზე. დარეჯან დედოფალზე, ერეკლე მეორის ქრიზე, რომელიც იმ დროს 70 წელს იყო მიღწეული და მარიამ დედოფალზე, გიორგი მე-12-ის ქრიზე. მიაქციეთ ყურადღება. როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ციციანოვი მარიამ დედოფლის ნათესავების ყოფილა. დაიწყეს მარიამ დედოფლიდან. მარიამმა ციციანოვს წინასწარ უთხრა, რომ ის არაპირებდა მისი შვილები მეფობას. ოღონდაც მისთვის მიეცა საქართველოში დარჩენისა და ცხოვრების საშუალება. ვერაგმა ციციანოვმა ყოველგვარი შემოსავლი წყარო გადაუკეტა მარიამსა და დარეჯანს. მამულები და ყმაგლეხები ხაზინაში, ესე იგი ხაზინაში ჩარიცხა. ეკონომიკა მოუშალა და შემდგომ ესე იგი ზაფრი დავალება მიიღო რუსეთისგან. არავითარი ჭყალებში ცერემონია, ძალის გამოყენებით გაესახლებინა რუსეთიდან და გენერალი ლაზარევი შეუვარდა მარიამს საზინებელ ოთახში. შეუვარდა და უხეში რუსული სალდაფონური ტონით მიმართა. სასწრაფოდ ჩაეცვა, სასწრაფოდ ბარგი ბარხანა აეკრიფა და წამოსულიყო რუსეთში, ესე იგი ჯარიკაცებთან ერთად. მაგრამ მარიამმა თხოვა, რომ ის იყო ავად, მას არ შეეძლო ამ დავალების შესრულება და მას მიეცათ უფლება საქართველოში გაჩერების. რადგანაც მარიამ წერილი ჰქონდა იმპერატორზე მიწერილი. მაგრამ ლაზარევმა არაფერი არ შეისმინა და ხელი უხეშად მოკიდა დედოფალს. ძალა დედოფალს დაიღრიალა იქვე მყოფმა პიროვნებამ და ლაზარევს პირდაპირ ფერდში ხანჯალი ჩასცეს. როდესაც ცოცხალ მტარმა ლაზარევმა დაიწყო ღრიალი და მის ღრიალზე ჯარისკაცები შემოცვიდნენ, იქვე იდგნენ მარიამის შვილები, ჯიბრელი და გოგონა, რომელსაც ხელში ხანჯლები ეჭირა ბავშვებს და აქეთ იქით იქნებდნენ. და იქვე იყო თავადი ხიმშიაშვილი, რომელიც მარიამის მცველიც იყო და დაახლოვებული პიროვნება სამეფო ოჯახთან. ხიმშიაშვილის შემდეგ დაიბრალეს მემონკალი ლაზარევიო, მაგრამ მარიამის შემდეგ თვითონ დაიბრალეს. მეო ხანჯალიო ბალიშის ქვეშ ჰქონდა დამალული და იმით მოვკალი ლაზარევიო. კაცრი ტონი ციციანოვის მის ნათესავზე, რომ ეს ყაჩაღი და ეს მკვლელი მარიამზე იყო ლაპარაკი, მოექეცით ისე, როგორც დამნაშავეს და მარიამი თავის შვილებთან ერთად ჩასვეს კარეტაში, კარეტა ეს იგი სპეციალური ეტლი არის და ბადრაგის თანხლებით რუსეთში გადაასახლეს. რუსეთში გადაასახლეს, დიდი ხნის განმავლობაში ბელგოროდის მონასტერში იყო გამოწყდებული. 1811 წელს რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I-ს მისმა შვილებმა თხოვეს, რომ ეგებ მარიამი მოსკოვში გადაეყვანათ. იმპერატორმა თანხმობა მისცა, რომ მარიამი მოსკოვში გადასულიყო და იქ ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. დარეჯან დედოფალი ძიმე თავად იყო, მაგრამ ეს ავადმყოფობა არ გაითვალისწინა და ზუსტად ისევე მოექცენ, როგორც მარიამს. ისის რუსეთში გადაასახლეს. ვორონეჟში იყო ცოტა ხნის განმავლობაში, ცოტა ხანს ქვიათი რამოდენიმე წელი მარიამი და შენექის გარდაიცვალა. ხოდაშორის გვეუბნებიან, რომ მის გარდაცვალებას თვით იმპერატორი ესწრებოდა, ბოლოს ის ჩამოასვენეს საქართველოში და თავისი მეუღლის გვერდში დაკრძალეს. აი ორი დედოფალი გადაასახლეს. იულონ და ფარნაოს ბატონიშვილები, რომელიც დაპირისპირებული იყო თავიდან თავის ბიძას, როგორც თქვა, თავის ნათესავთან, გიორგი მე-12-თან, მე-12-ის შვილ დავითთან, იმერეთში იყო სოლომონ მეორის კარზე. და 1804 წლის აჯანყება რომ დაიწყო, ორივენი წამოვიდა აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ქართლის საზღვარზე იულონი შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. ფარნაოზი ჩამოვიდა აჯანყების ადგილას,
ჩაუდგა სათავეში აჯანყებას 1804 წლის მთიულეთის აჯანყება ხედელობაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს აჯანყება დამარცხდა, ისიც შეიპყრეს და ისიც რუსეთში გადაასახლეს. იულონი ვორონეში, ხოლო ფარნაოზი კი ტულაში დაასახლეს. რაც შეეხება თეიმურას ერეკლეზე ბატონიშვილს, რომელიც იყო თავის მამულში, სურამში იყო, მაგრამ მან მოასრო რუსეთს გაქცეოდა და ირანში გადავიდა თავის ბიძასთან, უდიდეს ქართველ პიროვნებასთან, ქართველი ბატონიშვილების სიამაყესთან, ქართული ეროვნული მოძრაობის კულმინაციურ წერტილთან, უდიდეს მოვლენასთან, თელ 19 საუკუნეში და 19 საუკუნის პირველ ნახევარში ეროვნული მოძრაობის ალექსანდრე ერეკლეზე ბატონიშვილთან, რომელიც ირანში იყო იმ პერიოდში და ირანის ჯარებისა და მთიელების დახმარებით ცდილობდა რუსების გაყრას საქართველოდან. მასთან გაასწრო თეიმურას ბატონიშვილმა. სხვა ბატონიშვილები რუსებმა შეიპყრეს. ეს იყო გრიგოლ ბატონიშვილი, ეს იყო მირიან ბატონიშვილი და მრავალი გოგონები, თეკლა ბატონიშვილი, გაიანე, რიფსიმე ბატონიშვილები. ეს შეიპყრეს და სუყველანი რუსეთში გადაასახლეს. დარჩა მხოლოდ რამოდენიმე პიროვნება. ეს იყო ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ამ დროს ირანში იყო და რუსეთს მისთვის ხელი არ მიწვევდა. თან ისე დაახლოებული პიროვნება იყო ალექსანდრე ირანის შაჰთან და ჩრდილო კავკასიელ მიურიდებთან, ანუ მებრძოლებთან, რომ მათ უდიდეს ძალად მიაჩნდათ ალექსანდრე ბატონიშვილი. ციციანოვმა მისი შემოტყუება მოინდომა და მეიქნელური წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ბატონიშვილს, მაგრამ ალექსანდრე მიხვდა ვერაგულ ჩანაფიქრს გარუსებული ქართველისა და ისეთი პასუხი გასცა ციციანოვს, რომელიც წარმოადგენს ქართული ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული, თუ შეიძლება ითქვას, სულიერების რაღაც უფადლო, რაღაც უდიდებულეს გამოხატულებად. ამ წერილში დახატა ის ვერაგობა, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს. ამ წერილში დაიხატა ის საშინელება, რასაც რუსები ჩადიოდნენ საქართველოში და ამ წერილში დაიხატა ის, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში მიღებულს ერთი წამითაც არ დათოვდა. მე ცოცხალი ვარ და სანამ პირში სული მაქვს თქვენ წინააღმდეგ ვიბრძოლებო. მიხვდა ციციანოვი, რომ ამ კაცთან არავითარი მნიშვნელობა არ გადიოდა და მოინდომა მომენტის, ესე იგი ნახვა, მომენტის დადგომა, ეგებ ისიც ხელში ჩაიგდო, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდა. ცოცხალი იყო ალექსანდრე ბატონიშვილი, მასთან ერთად ცოცხლობდა ეროვნული იდეა. ცოცხალი იყო ბატონიშვილე ბატონიშვილი, მასთან თითოეული ქართველის ოჯახში შესული იყო დამოუკიდებლობაზე ფიქრი და თითოეული ქართველი ვაჟკაცის მკლავში ჯერ კიდევ ძველებური სისხლი და ძველებური სიჩაუქე ქართველური იყო ჩამდგარი. აი ასეთი ავტორიტეტით სარგებლობდა ალექსანდრე ბატონიშვილი. გადაასახლა რა რუსებმა ბაგრატიონები რუსეთში, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ამით სიტუაცია არ შესრულა, ამით მდგომარეობა არ გამოსწორებულა. 1802 წელს, ჩემო ძვირფასებო, რუსეთის იმპერიიდან, რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლიდან სულ რამოდენიმე თვეში დაიწყო ძალიან დიდი მოძრაობა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო კახეთის აჯანყება. კახეთში შეიკრიფნენ თავადები, შეიკრიფნენ ზოგიერთი ბატონიშვილი და დაიწყეს რუსეთის ხელისუფლებიდან საქართველოს განთავისუფლებაზე ფიქრი. დარეჯანის სასახლე იყო ის ცენტრალური ადგილი, ცენტრალური შტაბი, სადაც გაიცემოდა ბრძანებები და სადაც ხდებოდა კოორდინაცია აჯანყებისა. რა თქმა უნდა, არც რუსები იყო გულხელდაკრეფილი, მათაც საკმაო რაოდენობით ყავდა ესე აგენტები, როგორც დარეჯანთან, ასევე სხვადასხვა ბატონიშვილს, სხვადასხვა თავადაზნაურობასთან და ამ აგენტების საშუალებით ცდილობდნენ გაეთიშათ ნეიტრალიზაცია გაეკეთებინათ ამ აჯანყებულებისა. 1802 წლის მაისში დინარე ლაკბესთან, ეს კახეთშია, შეიკრიფა ქართული თავადაზნაურობა. რამოდენიმე 1000 ადამიანმა მოიყარა თავი, სუყველა შეირაღებული, მოიწვიეს მიტროპოლიტი იოანე, მოიწვიეს და დააფიცეს ხალხი იულონის მეფობაზე. სხვადასხვა ძალიან საინტერესო არის ერთი რამ. კახეთის მაზრის უფროსმა და ჯარების ხელმძღვანელმა
დაიწყო სასწრაფოდ, ესე იგი, შეკრიფა ჯარი, გაეშურა მდინარე ლაკმესთან, რამოდენიმე თავადი დააპატიმრა, მაგრამ დანარჩენებმა წერილი მიართვეს უფროს და ამ მაზრის უფროს და მეორე წერილი იყო შედგენილი კავკასიის მთავარმართებლის სახელზე, სადაც იყო ჩამოწერილი ის, რაც აწუხებდა მოსახლეობას. საინტერესო არის ამ წერილში ასეთი აზრი, ასეთი შინაარსი იყო გატარებული, ასეთი რამ იყო საინტერესო, რომ თითქოს ჩვენ არ სულს მეფობა, თითქოს ქართველები წინააღმდეგი იყოს ბაგრატიონთა რომელიმე პიროვნების მეფედ დასმისა. ეს ბოროტ ადამიანთა განაზრახია, ეს ბოროტი სიტყვებია, ეს არასწორია. ჩვენ ყოველთვის ჩვენი მირონცხებული მეფის თაყვანიცემელი ვიყავით და ჩვენ ყოველთვის ჩვენი მირონცხებული მეფის მომხრე ვიყავით. ამიტომ დაგვისვით ბაგრატიონებიდან რომელიმე მეფედ და კვლავ თქვენ სამსახურში გვამყოფეთო. მაგრამ ამ წერილის მიმტანი დააპატიმრეს და იქ ციხეში გაუშვეს 1802 წლის ზაფხულში დინარე კელმენჩუთან შეიკრიფა რამოდენიმე 1000 კაცი და გადაწყვიტეს მეორე დღეს სვეტი ცხოველში იულონი მეფედ გამოეცხადებინათ. სრულიად შემთხვევით კახეთში მდგომი ჯარის უფროსი და მაზრის უფროსი პოლკოვნიკი სოლენიუსი, რომელიც მოდიოდა თავადაზნაურების რამოდენიმე პიროვნების, ანუ ბუნტის მოთავეების შესაპრობად, სრულიად წააწყდა დინარესთან რამოდენიმე 1000 კაცს. ამ სოლენიუს ჯართან ერთად უკან ზარბაზნები მოყავდა, თვითონ კაზაკთა თანხლებით მიდიოდა. როდესაც რუსეთის იმპერია დარწმუნდა, რომ საქმე ქონდა არა რამოდენიმე თავადის ჭყალებში ბუდთან, ბოროტ განზრახვასთან, რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგო, არამედ სერიოზულ გამოსვლასთან, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა სრულიად კახეთის მოსახლეობა და შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს სრულიად საქართველოს მოსახლეობას. თუ შავ ხევსურეთი ვერ ისვენებდა, იარაღს აჟღარუნებდა და პატარა მოქმედება იყო საჭირო, რომ ეს იარაღი მოქმედებაში მოიყვანათ. მაგრამ ისე შესანიშნავად და ისე ბრწყინვალედ დაუსყდნენ აჯანყებულები ამ რუსებს და ისე თავიდან აიცილეს სისხლის ღვაწ, თვით რუსები იყო განშიფრებული. ბოლოს წერილი გაატანეს კავკასიის მთავარმართებელთან, სადაც იგივე პირობები იყო ნათქვამი, რაც წინა წერილში, რომ ბაგრატიონებიდან რომელიმე მეფედ დაესვა. და როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ საქმე სერიოზულ შეთქმულებასთან ჰქონდა, ამიტომ დაიწყო თბილისის გამაგრება, დამატებითი პოლკების შემოყვანა, თბილისიდან კახეთისაკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა და რაც მთავარია, აბსოლუტურად ეგზეკუცია, ისა ჯარის შეყვანა და ჩაყენება სოფელში, ჩაყენება. მაგრამ ეს შეთქმულება დამარცხდა, თუმცა ის მხოლოდ პეტიციის იქით არ წასულა, ბრძოლას აქ ადგილი არ ქონია. უბრალოდ რუსეთმა დაინახა, რომ ქართველი ხალხი ასე იოლად დამოუკიდებლობას არ დათბობს. რუსეთმა დაინახა, რომ არა მარტო ბაგრატიონები, არამედ თვით მოსახლეობაც კი უკმაყოფილოა რუსული საოკუპაციო მმართველობის. მოსახლეობამ უკვე თვალნათლივ დაინახა, რომ არა დამხმარე ქრისტიანულ სახელმწიფოსთან, არამედ დამპყრობელ ველურ ბარბაროსებთან ჰქონდა საქმე და როგორც დიდი ქართველი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი თავის ქართველი საქართველოს ისტორიის დარკვევებში ამბობს, რომ რუსობა არაფრით არ განსხვავდებოდა ოსმალობა ყიზილ ბაშობისაგან და სწორედ ეს ასე მოხდა. ჩემო ძვირფასებო, 1802 წლის აჯანყებას მოყვა, შეთქმულებას უკაცრავად მოყვა 1804 წლის აჯანყება. ეს კი სერიოზული აჯანყება იყო. ამ აჯანყებამ ისეთ საგონებელში ჩააგდო რუსეთის იმპერია, რომ ფაქტურად ის მოთმინებიდან გამოიყვანა. და ამიტომ დაიწყეს ის ბარბაროსული, ის არანორმალური მეთოდების განხორციელება, რომელსაც თავის დროზე
მონღოლები თუ ყიზილბაშები თუ ოსმალები ახორციელებდნენ დაპყრობით ქვეყნებში. 1804 წელს მთიულეთი აჯანყდა, ქართლის მთიანეთი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალი, აი ეს თრუსოს ოსების დასახლებული მოსახევი განსაკუთრებით აჯანყდა. ხოდაშორის აქ მეტად საშინელი სიტუაცია იყო შექმნილი. განსაკუთრებით ამ დროს დაწყებული იყო რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომი და ყველა ფრონტზე გაჭიანურდა ბრძოლა და ქართველებს უხდებოდა იმ ზურგის გამაგრება და რუსული ჯარისადმი სასანოვაგის მომარაგება, რომელიც რუსებს აუცილებლად ესაჭიროებოდა. და ეს ხდებოდა ძალიან ცუდ, ძალიან უხეშ ფორმებში. მთელი ამაყი მთიელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციებს უყურებდა, მხოლოდ და მხოლოდ ქართველობას უყურებდა და ქართველობა და ეროვნულობა და პატრიოტიზმი მთელში სისხლში იყო გამჯდარი და ახლა უყურებდა რუსების კაპიტან ისპრავნიკებისა და რუსის სალდათების ენით აუწერ აღიურ ახსნილობასა და გარყვნილებას. უყურებდა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი ჩადიოდნენ და ვერც კი წარმოედგინდა, რომ ქრისტიანი შეიძლება ასე მოქცეოდა ქრისტიანი და საერთოდ ქრისტიანი თუ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. მათ წერილებში ყველაფერი ამაზე იყო თქმული. ხოდაშორის უმძიმესი იყო გზის გაწმენდა. რუსებს გზის გაყვანა ესაჭიროებოდა, ხიდების გაკეთება. მოსახლეობას უკვე არა მარტო ბეგარითა და ნატურალური გადასახადი, არამედ ფულადი გადასახადი შეაწირეს, ფული მთაში არ იყო. და თხოვლობდნენ ქუდზე კაცი გამოსულიყო და აი გზა გაეწმინდათ. და საშინეება ის იყო, რომ როდესაც ისინი გზას წმენდნენ და ხიდებს აგებდნენ, ზვავი ჩამოწვებოდა და ამ ზვავს რამოდენიმე ასეული ადამიანი ჩაქონდა და მიწასთან სწორდებოდა ყველაფერი. როდესაც რუსებს ფულიში ხორბალითა სასანოვაგე შემოაკტებოდა, ისინი შეიჭრებოდნენ მთიელების სახში, 1000 უნამუსობა ჩადიოდნენ, ძარცვავდნენ და იპარავდნენ ყველაფერს და იყო ისეთი შემთხვევა და ეს შემთხვევა დოკუმენტებში არის ყველაფერი მოცემული, როდესაც სახედარი ან ცხენი არ ყავდა და მარხილში დედაკაცები, ქალები შეაბეზდა, აი ისე ერეკებოდნენ. მოთმინების ფიალა აიფსო მთიელების, მოთმინების ფიალამ გადააჭარბა, ითმენდნენ, ეგებ ქრისტიანმა ქრისტიანი დაინდოსო, მაგრამ შეხედა რომ ბარბაროსები და მონღოლების შთამომავლები რას არ ყადრულობდნენ, იარაღს მოკიდა ხელი და 1804 წელს აჯანყდა თა. 5-ზე კაცი გამოვიდა, სხვადასხვის, როდესაც 1804 წელს ციციანოვმა ერევნის დალაშქრა გადაწყვიტა, მიაქციეთ ყურადღება, ქართველებს უხმო რუსების დასახმარება და ჯარში რეკრუტად ქართველების გაყვანა. მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა მთიელები. უწი, როდესაც ქვეყანას მირონცხებული მეფე განაგებდა და როდესაც მთაში მოვიდოდა ამბავი, რომ საქართველოს მტერი თავს დაესხა, 5-ზე კაცი გამოდიოდა და თითოეული მთიელი კაცი თუ ქალი იარაღით ხელში იბრძოდა მეფის მხარდამხარ საქართველოს თავისუფლებისას. ახლა კი ნურას უკაცრავად რუსების დასახმარებლად იმ რუსებისა, რომელმაც საქართველოს ოკუპაცია მოახდენეს და ასე სისაძაგლეს ჩადიოდნენ ქრისტიანი ხალხის მიმართ, კატეგორიული ვარი განაცხადეს, რომ მათ ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა და იარაღს მოკიდეს ხელი, იარაღს არა ციციანობის ჯარში წასასვლელად, არამედ ციციანობისა და რუსული ბატონობის დასამხობად მთიულეთში. დაიწყო აჯანყება 1804 წელს ჩამოწირფასებო. აჯანყება მთიელებმა ანანურიდან კაიშაურამდე მთიური დასახლებული პუნქტებია მთაში, გუდამაყარისა და აი ხევის ტერიტორიაზე. დააქციეს რუსული საგუშაგოები. ფაქტიურად ერთი მიორის მიყოლებით აიღეს ტერიტორია, გაწმინდეს ეს ადგილი რუსებისაგან. ბრძოლებში 1000-მდე რუსი მეომარი დაიღუპა. ერთ-ერთი რუსი ოფიცრის ჩანაწერი, ასეთი პიროვნება არის ნიკოლაევი, რომელიც იმ პერიოდში 1804 წელს რუსეთის ჯარში მსახურობდა, ის გაკვირებით ამბობს, აღწერს
თუ როგორ თავზე ხელაღებული ყოფილან თიელები და როგორ იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგო. ერთი ადამიანი ხიშტების შეერაღებულ ჯართან ხმლით ხელში, აი ათეულობით адам რუს ებრძოდაო. თვითონაც იკრავდა, მაგრამ ბევრსა საიქიოს ისტუმრებდაო. აი ასე იბრძოდნენ თიელები, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მოღალატეები საქართველოში ყოველთვის იყო. ამ დროსაც მოღალატეები იყო, ისეთი მოღალატეები ქართველი თავადაზნაურობიდან, რომლებმაც უკვე რუსულ სამსახურში ყოფნა მოასწრეს, რუსეთის ჩინმედლები დაიმშვენეს გულმკერდი, რუსეთის სამსახურში და ჯამაგრისაც კარგად ღებულობდნენ და ახლა დაუდგა დრო, თავი გამოეჩინათ, ეგ კიდევ უფრო მეტი, ესე იგი პატივისცემა ბჭყალებში მიეღოთ რუსებისა. ასეთი იყო ქსნის ერისთავები, სამწუხაროდ ისტორიული ქსნის ერისთავები. თორნიკე, მიხეილი, შამშე, ელიზბარ ერისთავები. ასეთი იყო სტეფან წმინდის გამგებელი, გაბრიელ ჩოფიკაშვილი ყაზბეგი, რომლებიც იდგა რუსეთის სამსახურში და ეხვეწებოდნენ თიულები, რომ გადუდექი რუსეთს, მოდი ჩვენთან, წაგვიძვეხ რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად და იგივე გავანთავისუფლოთ ამ ჭირისაგან საქართველო. მაგრამ ნურას უკაცრავა პირიქით მოხდა ეს ყველაფერი. ქსნის ერისთავებმა 1500 კაცი გამოიყვანეს თიელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ 1500 კაციდან ნახევარი აჯანყებულების მხარეზე გადავიდა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათ აი ასეთი ვერაგობა და ასეთი საზიზღრობა ჩაიდინეს. როდესაც აჯანყებულები გადავიდნენ ქსნის ხეობაში, გადაწყვეს ის ოფლები, რომლებიც მათ ეკუთვნოდა და მათი საკარი გადაბუგეს და მიწასთან გაასწორეთ. ასე ეკუთვნის მოღალატეებს იყო მათი პასუხი. და სტეფან წმინდას ალტა შემოარტყეს. სტეფან წმინდის გიორგი ყაზბეგის ხელში, ესე იგი, ხელში რომ ჩაეგდოთ თან, ესეც იყო მიზანი და აი ეს უდიდესი გამაგრებული ადგილი, ესე იგი, დაეკავებინა. რუსეთის იმპერია შეეშინდა, გონს მოვიდა, ციციანომა ერევნის ალყა მოხსნა, უკან დაბრუნდა. ამ დროს თვით იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ყირიმიდან სამეგრელოს გავლით ერთი დიდი ჯარი გადმოიყვანა, ხოლო ჩრდილო კავკასიიდან დარიალის ხეობის გავლით პოლკოვნიკი ნესვეტავები 30 ზარბაზით მოდიოდა და ოქტომბერში ისინი უკვე მთებში იყვნენ. აი ასეთ არა თანაბარ ძალასთან ქონდა თიელებს საქმე. აქ იულონ ბატონიშვილმა ვერ შემოაღწია მთაში, მაგრამ ფარნა დაიჭირეს ის ქართლის საზღვართან, მაგრამ ფარნაოზი შემოვიდა და სწრაფ დაუკავშირდა ალექსანდრე ბატონიშვილს. დაუკავშირდა და ეგეთ თიულებისა და ჩერქეზებისა და ჩეჩენინგუშების, ვაინახების დახმარებით და დაღესტანელების დახმარებით მოინდომა ერთიანი ფრონტის შექმნა. მაგრამ სამწუხაროდ 1804 წელს ფარნაოზ ბატონიშვილის დიდი ბრძოლა, თითქმის ეს იყო, გეგონებოდათ ერთი დიდი ბრძოლა რუსების წინააღმდეგ. თავზე ხელაღებულად იბრძოდნენ ქართველები, თვით რუსულ წყაროებში არის მოცემული. ბევრი რუსი გაისტუმრეს საიქიოს, ფაქტობრივად დაშალეს რუსული, ესე იგი, საჯარისო შენაერთები და რუსები თავზე ქალქუთ მოგლეჯილი გარბოდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს მოუსწრო აი ამ ჯარებმა და თან ძალები არათანაბარი იყო. რუსებს ძალები ემატებოდა, ქართველებს აკტებოდა, სისხლისგან იცლებოდა. ამ მოღალატე თავადებმა, აი ამ ერისთავებმა და აი ამ გაბრიელ ყაზბეგმა, ჩოფიკაშვილმა თავისი ბოროტი როლი აქაც შეასრულეს. მათი ძალები, დამხმარე ძალები რუსთან მხარდამხარ აი აჯანყებულებს შეებმენ და ისინი დამარცხდნენ. ფარნაოზი მოინდომა ბორჩალოში გადასვლა, მაგრამ საზღვარზე შეიპყრეს და რუსეთში გაასახლეს. დამარცხდა 1804 წლის აჯანყება, მაგრამ ქართველი ხალხი ამით არ გაჩერებულა. ამას მოყვა მეორე დიდი აჯანყება, 1812 წლის აჯანყება, სადაც ორ ნაწილად იყო. პირველად გრიგოლ ბატონიშვილი მეფეთად კი გამოაცხადეს, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ეს იყო უკანასკნელი მეფეო, თუმცა ის რამოდენიმე თვის იყო მეფე. და დიდი ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც 1812 წლის მეორე ნახევარში ზაფხულში, იცით, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, 1812 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს ზაფხულში 9 მილიონიანი არმია შემოესია რუსეთს საქართველოსთან ძალისხმევა შესანიშნავი დრო იყო რუსეთის განთავისუფლების
მოგებისათვის, მაგრამ თითქოს ღმერთი, თითქოს ესე იგი, თითქოს რაღაცნაირად არ იყო ჩვენ წინამდე, ჩვენს მხარეზე იმ დროს. აი ეს მომენტიც კი რატომღაც ვერ იქნა გამოყენებული, იმდენად, რამდენადაც რუსები არ ეცალათ ნამდვილად საქართველოსთვის, რადგანაც უკვე თვით რუსეთის ყოფნის საკითხი იყო ბოროდინოს ველზე რუსებს არ გაუმარჯვიათ, არც ფრანგებს გაუმარჯვიათ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რუსებსაც არ გაუმარჯვიათ, რუსებმა უკან დაიხია, მოსკოვი დატოვა და მართალია ისტორიკოსები გვეუბნებიან, რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული ფამდიო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ომში, როგორც ამბობენ ბოროდინოს ომი მაქვს მე მხედველობაში, თითქოს ფრანგებმა დაამტკიცეს, რომ ისინი გამარჯვების ღირსი არიანო, ხოლო რუსებმა თავისი უძლეველობა დაამტკიცესო, მაგრამ ფაქტი ერთია, ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონი შევიდა მოსკოვში, გადაწვა, თუმცა რუსებმა გადაწვეს მანამდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსკოვში იყო ნაპოლეონი. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბატონიშვილმა და სამტროს სასიცოცხლო ბრძოლა გააჩაღა. ალექსანდრე ბატონიშვილმა წერილები გააგზავნა ყველა საქართველოს ყველა კუთხეში და მის მოწოდებისთანავე ქუძზე კაცი გამოვიდა. აი, როდესაც სიციანოვმა ხელი მოუწოდა, არავინ არ გამოსულა. მე ოკუპანტის მხარდამხარ ვერ ვიბრძოლებო იმ ხალხის მხარეზე, რომლებიც ჩემს სამშობლოს ასე ექცია. აი, ასე ექცევიანო, ალექსანდრე ბატონიშვილი მოწოდებული მთელი ბარი ფეხზე დადგა. რამოდენიმე 1000 კაცი შეიკრიბა, მაგრამ აქაც იგივე სიტუაცია შეიქმნა, ჩემო ძვირფასებო, იმ მოღალატე ფეოდალების დახმარებით. ბატონიშვილი დამარცხდა, ის იძულებული გახდა გადასული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში, მორჩალოში და შემდეგ დაღესტანში გადასულიყო, მაგრამ მის გადარჩენასთან ერთად გადარჩა იდეა ქართულ საქართველოს განთავისუფლებისა. ასეთი დიდი იყო, დიდი ალექსანდრე ბატონიშვილი. 1801 წლის მანიფესტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საშინელი დღე. საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა და გახდა რუსეთის იმპერიის რიგითი შემადგენელი საგუბერნიო ნაწილი. ამან 1917 წლამდე, 18 წლამდე ამ მმართველობამ გაძლო, როდესაც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ვაი რომ ეგეც დღემოკლე აღმოჩნდა, თუ მანამდე ცარისტული რუსეთი იყო, შემდეგ შეიცვალა ბოლშევიკური რუსეთი, მაგრამ ქართველი ხალხი ერთი წუთითაც არ ივიწყებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არ ივიწყებდა თავისუფლებას, არ ივიწყებდა დამოუკიდებლობას და ქართული ეროვნული ენერგია, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობას საუკუნეების განმავლობაში ხმარდებოდა, სწორედ ამით გადარჩა ჩვენი ქვეყანა. დღემდე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ ოკუპირებულია, ისევ დაპყრობილია და თქვენ ჩემო ახალგაზრდებო, მომავალო თაობავ და კიდევ თქვენს მერე რომ ახალგაზრდები მოვლენ და ის პატრიოტული ჟინით რომ იქნებიან აქტინებულნი საქართველოს მომავლისათვის, ეს ძალიან დიდად იქნება გამოსაყენებელი. ჩვენ გამთლიანდებით, გავძლიერდებით და ჩვენ შექმნით ისე სახელმწიფოს, როგორც ეს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა მე-12 საუკუნეებში და დიდი ალექსანდრე ბატონიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომელი მებრძოლის, დიდი სოლომონ მიორის, ჩვენ ვერ მოასწარით სოლომონ მიორეზე აქ საუბარი, თუმცა ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ იმერეთის უკანასკნელი მეფის, რუსთა წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში მყოფლისა და უდიდესი ქართველი პატრიოტის სოლომონ მიორის ბრძოლაზე დამოუკიდებლობისათვის, ამაზე ჩვენ ცალკე გვექნება საუბარი ძალიან ბევრი ისტორიული დოკუმენტების, ესე იგი მოხმობით და ჩვენი ხაც ნახავთ, როგორ იბრძოდა დიდი სოლომონ მეორე, ლომეფ მყეფე მტვისის მჩქეფე იმერთ მეფე სოლომონ, ეს სოლომონ პირველზე და სოლომონ მეორეზე არის ეს სიტყვები ნათქვამი და როგორ იბრძოდა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის, სამწუხაროდ ტრაპიზონში გარდაიცვალა 1915 წელს და ქართველმა ხალხმა ეროვნულმა მოძრაობამ ჩამოასვენა საქართველოში და საქართველოში გელათში არის ის, ესე იგი დაკრძალული. ჩემო ძვირფასებო, ასეთი იყო ეს პერიოდი. ასეთი იყო ეს ვითარება და ასეთი იყო იმ პერიოდში ჩვენი ცხოვრება.